9-15 მერვე მაგალითი. ვიხილავთ მაგალითს. ლოგარითმ აფუძით x უდრის 2-ს მინუს ლოგარითმ აფუძით c პლუს 2 ლოგარითმ აფუძით y მინუს ლოგარითმ აფუძით b პლუს c. პირველ რიცხვი თავისუფალი რიცხვი 2-იანი შევცვალოთ ლოგარითმით. ლოგარითმ ფუძედ მივცეთ a. მაშინ 2 შეიძლება შევცვალოთ ლოგარითმ a ფუძით a კვადრატის. ამის შემდეგ ლოგარითმის წინ მდგომი კოეფიციენტი 2 გადავშვათ ლოგარითმის ქვეშ მდგომი გამოსახულების ხარისხის მაჩვენებლად. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, მაშინ მოცემული გამოსახულება შეიძლება გადავწეროთ შემდეგი სახით. ლოგარითმ აფუძით x უდრის ლოგარითმ აფუძით a კვადრატს მინუს ლოგარითმ აფუძით c პლუს ლოგარითმ აფუძით y კვადრატი მინუს ლოგარითმ აფუძით b პლუს c. გვაქვს შესაკრებები, რომელთაც წინ ზოგიერთი შესაკრების წინ პლუსი ნიშანია, ზოგიერთი შესაკრების წინ მინუსი ნიშანი. ასეთი გამოსახულება მიიღება წილადის გალოგარითმებით. ამიტომ მოცემული გამოსახულება იცვლება ლოგარითმით. ლოგარითმის ქვეშ გვაქვს წილადი, რომლის რიცხვებია ყველა იმ რიცხვების ნამრავლი, რომელთა ლოგარითმების წინ გვაქვს პლუსი ნიშანი, ხოლო მნიშვნელია ყველა იმ რიცხვების ნამრავლი, რომელთა ლოგარითმების წინ გვაქვს მინუსი ნიშანი. ესე იგი, ვღებულობთ ლოგარითმ აფუძით წილადი, რომლის რიცხვებია a კვადრატი y კვადრატი, მნიშვნელია c-ს ნამრავლი b პლუს c-ზე. თუ ორივე მხარიდან ლოგარითმს მოვხსნით, მივიღებთ პოტენცირების შედეგს. x უდრის a კვადრატ y კვადრატის ფარდობა c-ს ნამრავლი b პლუს c-ზე. ამით მივიღებთ პოტენცირების შედეგი. ახლა განვიხილოთ მეცხრე მაგალითი. ლოგარითმ x უდრის 1 პლუს 2 ლოგარითმ a მინუს 3 ლოგარითმ b პლუს 3 ლოგარითმ y მინუს 4 ლოგარითმ z. პირველ რიცხვი თავისუფალი რიცხვი ერთიანი შევცვალოთ ლოგარითმით. ფუძედ გამოვიყენოთ 10. მაშინ ერთი იგივე არის ლოგარითმ 10. ლოგარითმის წინ მდგომი კოეფიციენტები გადავშვათ ლოგარითმის ქვეშ მდგომი გამოსახულების ხარისხის მაჩვენებლით. ყოველივე ამის შემდეგ მივიღებთ ლოგარითმ x უდრის ლოგარითმ 10 პლუს ლოგარითმ a ფუძით a კვადრატი მინუს ლოგარითმ b კუბი პლუს ლოგარითმ y კუბი მინუს ლოგარითმ z ხარისხად 4. ლოგარითმის წინ გვაქვს როგორც პლუსი ნიშანი, ისევე მინუსი. ამიტომ ვღებულობთ წილადის ლოგარითმს, რომლის რიცხვებია ყველა ის რიცხვები, რომელთა ლოგარითმების წინ გვაქვს პლუსი ნიშანი, ხოლო მნიშვნელია ყველა ის რიცხვი, რომელთა ლოგარითმების წინ გვაქვს მინუსი ნიშანი. ამრიგად ვღებულობთ ლოგარითმ x უდრის ლოგარითმ წილადის ხაზი რიცხვად 10 a კვადრატ y კუბი ნიშნად b ხარისხად 3 z ხარისხად 4. თუ ორივე მხარიდან მოვხსნით ლოგარითმებს, მივიღებთ x უდრის 10 a კვადრატ y კუბის ფარდობა b ხარისხად 3 z ხარისხად 4-თან.